ქრისტე აღდგა, ჩვენ ვიწყებთ ღანის მეორე ასე ვთქვათ, ციკლს, ერთი წელი გავიდა იმის მერე, რაც ჩვენს ღანის კონკურსის გარშემო ჩავწერეთ პოდკასტები, თქვენ მონაწილეობდით ბატონ ლევან და წლევანდელ ჩვენ პოდკასტების სერიას ვიწყებთ თქვენთან შეხვედრით. გამომდინარე იქიდან, რომ შარშან გარკვეული ტიპის გამოცდილება უკვე დავაგროვეთ, ქონდა ასე ვთქვათ, საკმაოდ წარმატებული შედეგი, გვინდა რომ გავაგრძელოთ ეს ჩვენი პროექტი და უფრო ღრმად შევიდეთ აი საკითხის, თუ შეიძლება ასე ვეწოდოთ, კვლევაში და შემეცნებაში, რასაც ქვია სიყვარული როგორც განხთობის გზა, ან სიყვარული როგორც ადამიანური სრულყოფის შესაძლებლობა. სიყვარულის გარშემო გვინდა რომ ისევ ვისაუბროთ და აღსანიშნავია რომ წლევანდელ წელს ყველასთვის ცნობილი და მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი მოქცევის 1700 წლისთავია და სწორედ აი ჩვენი პოდკასტების სერია სიმბოლურია რომ იწყება მოქცევაი ქართლისაის შესახებ საუბრით, რომელიც არის თქვენი ერთ-ერთი სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთი თემა და საინტერესო იქნება რაღაცნაირად აი ამ კუთხით შევხედოთ ჩვენს ამოცანებს, ჩვენს ხედვებს და ჩვენ კონკურსანტებს მივაწოდოთ კიდევ უფრო გაშლილი ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც 1700 წლის წინ განვითარდა საქართველოში და რა გავლენა მოახდინა ამ მოვლენებმა მთელს ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ყოფაზე, ჩვენს არსებობაზე. ფაქტია, რომ დღევანდელ დღეს ჩვენ უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, აი ეს რაღაც საოცარი მოვლენა, რაც მოხდა ჩვენი უწმინდესის გარდაცვალების შემდეგ, ეს დიდი რაოდენობა ხალხის, ეს უზარმაზარი ზღვა ხალხის მთელი ერი გამოვიდა ერთი კაცის დასაფლავებაზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ქართველების განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის გამოხატულებასთან, რაც იყო ჩვენთვის უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე. აი ამ სხვადასხვა ასე ვთქვათ ფაქტების ჩამონათვალიდან მინდა ვკითხოთ ზოგადად აი თქვენ როგორ უყურებთ იქიდან გამომდინარე ისევ და ისევ რომ ეს ერთ-ერთი თემაა თქვენი სამეცნიერო კვლევის, როგორ უყურებთ ზოგადად აი ამ ტექსტის, ანუ რა ტექსტია ეს საერთოდ და საიდან წარმოიშვა, აი როგორ შეიძლება დავიწყოთ ამ ტექსტზე ლაპარაკი, აი რა თემიდან უნდა შეუდგეთ ამ მოქცევაის განხილვას. ზოგადად ჩვენ ქართველებს გვაქვს ესეთი საეკლესიო გადმოცემა, მათ შორის წერილობით, ასე ვთქვათ, გადმოცემული, რასაც ქვია ქართლის ცხოვრება. ეს არის უდიდესი ჩვენი საგანძური, სადაც ფაქტობრივად ახლა რომ დაუფიქრდეთ ეს რას ნიშნავს, ჩვენ გვაქვს ცხოვრებები, გვაქვს წმინდანების, ხო? ბიოგრაფიები და აი აქ თითქოს აი ერი, ქართული ერი არის როგორც პიროვნება გამოსახული და ამ ერის ცხოვრება ქართლის ცხოვრება, რომელიც არის იწყება ჯერ კიდევ ბიბლიური ამბებიდან, როგორც ესე იგი თარგამოსიდან და ქართლოსიდან. და ასე სულ ბიბლიას უკავშირდება თან ნოეს დროინდელ ამბებს და შემდეგ მოდის და თავარი და ცენტრალური ასე ვთქვათ, ადგილი აქ უჭირავს სწორედ ქართლის მოქცევას. მოქცევაი ქართლისაი, ანუ ქართლის მოქცევა. აი პარალელი რო გავალოთ ბიბლიასთან, ჩვენი ბიბლია, ქრისტიანების ბიბლია, სწორედ ცენტრი არის სახარება, რასაკვირველია. მთელი ეს ძველი აღთქმა ჩვენ უყურებთ როგორც მომზადებას, სახარებისა, შემდეგ არის სახარება, და შემდეგ გრძელდება, ვთქვათ, იქნება ეს საქმე მოციქულთა და მოციქულთა ეპისტოლეები. ასევე არის აგებული, ასე ვთქვათ, ქართლის ცხოვრება და უდავოდ ეს არის ცენტრალური მოვლენა. ანუ თვითონ ქართველი ერი განიხილება როგორც ერი, რომელიც ღმერთი, რომელსაც ამზადებდა
ამ ჭეშმარიტების მიღებისთვის და შემდეგ როგორ მოხდა ეს, ასე ვთქვათ, ამ ჭეშმარიტების მიღება, ამ ჭეშმარიტ სარწმუნოების ქრისტეს მიღება და როგორ გახდა ქართველი ერი, ასე ვთქვათ, გარკვეული აზრით ღვთისერი, ანუ ყოველ შემთხვევაში როგორც მიზანი ქართველი ერისა არის რომ გახდეს ღვთისერი, გახდეს ეკლესია. ეხლა თვითონ ამ ტექსტთან მიდგომა საერთოდ ეხლა ჩვენ დროში უკვე მე მგონი ყველა მეცნიერი გვეთანხმება იმაში, რომ მიდგომა უნდა იყოს, მე ამას დავარქმევდი ქართულად, გამთლიანებული მიდგომა უნდა იყოს ყველაფრის მიმართ, ამას თქვია ჰოლისტიკური, აი მაგალითად აი თქვა საბერძნეთს, ძველ საბერძნეთს რო სწავლობთ ეხლა ну როგორ არის ან როგორ იყო უბრალოდ რომ ფილოსოფოსი სწავლობს ფილოსოფიას, ისტორიკოსი სწავლობს ისტორიკოს, მოქანდაკე კანდაკებას და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა ცხადი ეხლა ყველაფრის სპეციალისტი ვერ გახდები და ჩვენ ეპოქას ვიწრო სპეციალობის არის, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ რომ ეს ერთიანად გავიგოთ, როგორც ერთიანად გავიგოთ, რაღაც ერთიანი რამ. თლიანობაში უნდა ავიქოთ, ხო? ასევე ეხლა მოქცევაი ქართლისაი აქ მიდგომა არის, თქვათ, იქ ისტორიკოსი, თქვათ, ისტორიკოსისთვის არის მნიშვნელოვანი წყარო, თქვათ, იწყებს ის ამ წყაროს, როგორც წყაროს განიხილავს, შეადარებს სხვა წყაროებს და კრიტიკული მეთოდით არის ტექსტის ანალიზი, არის, თქვათ, მხატვრული ღირებულება და ასე შემდეგ. და აი აქ ცხადია ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ, უნდა ვეცადოთ რომ ყველაფერი ერთად თავი მოუყაროთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მისი გააზრება, როგორც აი ეს ქრისტიანული გაგებით სწორედ. აი ხა მე ის თქვა მინდა რომ ეს ტექსტი დაწერილია ქრისტიანულ წიაღში ქრისტიანის მიმართ და მიმართულია ასევე ქრისტიანებისადმი და ქრისტიანი ასე ვთქვათ განათლებული და ჩვენ ყველანი უნდა ვეცადოთ რომ განათლებულები ვიყოთ. კარგად იცნობს ქრისტიანულ ტექსტებს, ვთქვათ, სახარებას იცნობს კარგად, ვთქვათ, ბიბლიას და ასე შემდეგ, ისე რომ აი ზოგიერთი რამე ისედაც ცხადია ადამიანს, ვთქვათ, როდესაც ვთქვათ, ჰაგიოგრაფიაში ვკითხულობთ რომ მე 11 ჟამის მუშაკი ვარო, არ ვსვამ ჩვენ კითხვას რას ნიშნავს ეს, ხო? რა თქმა უნდა. ან როდესაც ვთქვათ, რამე თუ გემუქრება ქრისტიანს პირველი რაც ახსენდება, მე ესე მგონია, რომ იესომ თქვა რომ ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ ერთი თმაც არ ჩამოვარდება თქვენი თავი. ანუ მე რის თქმა უნდა რომ ქრისტიანი ამითი ფიქრობს, ამითი აზროვნებს, ამით სულ გმულობს, ანუ სულ ეს ახსოვს. ბაზისური რაღაც ცოდნის ის არის. ხო, რასაკვირველია ჩვენი ბაზისური ცოდნა და სწორედ აი ამ კუთხით რო წავიკითხოთ, ანუ ქრისტიანი როდესაც კითხულობს, ასე თუ ისე განათლებული ქრისტიანი თუ კითხულობს, განათლებული როგორ, ნუ ვინც იცის ეს ქრისტიანული გადმოცემები, სახარება და ასე შემდეგ, აი ის რა არის მისთვის ცხადი? რა არის მისთვის გასაგები ისედაც? რას შეიძლება ჩვენ თქვა ზოგიერთებმა, რომლებიც არა ვართ თქვა იმდენად თქვა ამაში ჩაფუნდა, ვინც არ არის, ხო? მე მახსოვს ახლა ის ეპოქა, საბჭოთა ეპოქა, ძალიან კარგი ფილოლოგები ყავდა ყველაფერი, მაგრამ მაინც ისე ღრმად არ იყვნენ, ასე ვთქვათ, აი ბიბლიაში, ვთქვათ, გასაღულები და ასე შემდეგ. და მე სწორედ აი ჩემი ავირჩიე ეს თემა ჩემი სადიპლომო ნაშრომად ეს თემა ქართლის ცხოვრების ზოგიერთი საღვთისმეტყველო საკითხი, სწორედ ეს მაინტერესებდა, ამ კუთხით მაინტერესებდა და მართლაც როდესაც რეცენზიები იყო ჩვენმა ფილოლოგებმა, თქვათ, ვინც იყო რეცენზენტი, თქვა, რომ აქ რაღაცეები არის ისეთი ახალი, რაც, თქვათ, არ ყოფილა შემჩნეული თუ დანახული და აი ეს ძირითადი ეს იდეები მინდა რომ დღესაც გითხრათ, რა იხილვება იქ, ასე ვთქვათ, აი სწორედ ამ კუთხით თუ წავიკითხავთ, ხო? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რას ნიშნავს საერთოდ ერის მოქცევა, ხო? იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ვიცით რომ ძველ აღთქმაში იყო, ну ჯერ იყო პატრიარქები, რასაკვირველია იყო აბრაამი, თქვათ, ისააკი, იაკობი და შემდეგ ღმერთმა დადო აღთქმა ერთ-ერთი ერიგან გამოარჩია, ებრაელთა ერი მასთან დახსოვდა. ის იყო ერი ღვთისა, ის იყო ღვთის ერი. ну ჩვენ როგორც გვესმის ქრისტიანებს, ეს იყო შემზადება და მომზადება. და ახალ აღთქმაში უკვე ერი ღვთისა, ანუ ისრაელი ჩვენ გვესმის როგორც ეკლესია. როგორც ეკლესია. ეს ის არის, ну გავიხსენოთ პავლე მოციქულის, რომ
აღარ არის თქვათ ებრაელი და აღარ არის ელინი და ბერძენი, არამედ ყველანი ერთნი ვართ იესო ქრისტეში და ასევე ესე იგი მოქცევა პირველი 3 საუკუნე მოქცევა ხდებოდა ძირითადად ქადაგებით და ასე ვთქვათ პირადი მოქცევა ხდებოდა, ანუ თითოეული ადამიანი მოიქცეოდა და ეგ მე სწორედ მოყვანილი მაგ დიოგენეს მიმართ არის ეპისტოლე, საოცარი ეპისტოლეა მეორე საუკუნის, სადაც ავტორი თავის წერილს წერს თავის მეგობარს და უხსნის რა არის ქრისტიანობა და ამბობს რომ ქრისტიანები არაფრით არ გამოირჩევიან, ჩვენ ცხოვრობენ ისევე დაბებში, ქალაქებში ცხოვრობენ, არც ტანსაცმლით გამოირჩევიან, არც ნირით, არც, მაგრამ მაინც უჩვეულო მას ავლენენ, ანუ ისინი არიან კეთილები, იცავენ წესებს, ეხმარებიან გაჭირვებულებს და ასე შემდეგ. ანუ ქრისტიანი ეს ერი უკვე კი არ იყო სადღაც, აი აქ არის ეს ერი და ასე ცხოვრობდა, აქ ცხოვრობს ქრისტიანები და აქ ცხოვრობენ თქვათ არა ქრისტიანები. არა. ქრისტიანები იყვნენ როგორც აი მარილი სახარების საოლე, მარილი ესე იგი რომელიც გაბნეული არის და ეს იყო პირველი 3 საუკუნე, სწორედ ასეთი მდგომარეობა ჰქონდა ჩვენ, ხო? ანუ ქრისტიანობა არის სწორედ ეს, რომ ჩვენი სამშობლო, ანუ ქრისტიანების სამშობლო იყო ზეცა. აი ესეც არის იქ დიოგენეს მიმართ ეპისტოლეში, რომ მათი სამშობლო აქ არ არისო, ის ზეციური სამშობლო. მაგრამ მე-4 საუკუნეში იწყება სხვა პროცესებიც იწყება. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითონ რომის იმპერია გარკვეული აზრით მოექცა ქრისტიანობაზე და უკვე ჯერ კიდე კონსტანტინეს დროს ეს კვეთრად არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა ეს გახდა, ასე ვთქვათ, რასაც ჩვენ ვეძახით სახელმწიფო რელიგიად გახდა და თვითონ სახელმწიფო და ეკლესია და ნელ-ნელა ჩვენ მივდივართ ამ სიმფონიის გზით, ეს თალკე დიდი თემაა, მაგრამ ამავე დროს ხდება ერების მოქცევა. და ერების მოქცევა როგორ ხდება, ნახეთ, რომ მთავარი უნდა მოიმნათლოს. ანუ მე ჩვენ შემთხვევაში ვთქვათ მირიანი, დედოფალი მირიანი და შემდეგ მთელი ერიც ასე ვთქვათ ინათლება. ეს არის ინდიკატორი, ანუ მაჩვენებელია იმისი, რომ ერი ანუ იცით როგორ არის ამ სამხედროებას. ხო, არა, აქ ცოტა სხვა რამის მინდა, ანუ რომის იმპერიაში აი ეს თემური ისა რა ქვია, ეს კლანურ თემური ისა პრინციპში მოშლილი იყო რა. კარგი გაგებით მოშლილი იყო რა და ადამიანებს ჰქონდათ მეტი ასე ვთქვათ თავისუფლება, იქ უამრავი სხვადასხვა რელიგიები იყო, უამრავი სხვადასხვა ღმერთები იყო და რაღაცა და იქ ანუ ქადაგება ხდებოდა ესე პიროვნულად, ხო? უკადაგებდნენ, იქნებოდა ეს ებრაელი, იქნებოდა ეს ელინი, იქნებოდა ეს მონა, იქნებოდა ეს დიდგვაროვანი, ანუ ქადაგება ეს ხდებოდა გადმოსახედიდან ინდივიდუალიზმი, პიროვნული მოქცევა ხდებოდა, ხო? არ საოცრება ხდებოდა, თქვათ, იქ ეკრიბებოდნენ ეკლესიაში და ერთი იყო პატრიცია, მაგალითად, ესე იგი დიდგვაროვანი ქალბატონი და მონა, ხო და ერთად იყვნენ. ის მონა შეიძლება კი დიაკონისა ყოფილიყო იქა, ხო? ანუ ის იყო, თქვათ, ხო? და არანაირი გარჩევა არ იყო, თქვათ, იქ ლათინურენოვანებსაც უკადაგებდნენ ბერძნულენოვანებსაც და საქართველოსამდელაც მოდიოდა და რა ვიცი, სპარსეთში და ნუ ესეთი აი მანდ არის საინტერესო, რომ აი სანამ ეს სახელმწიფო თუ აი ერის დონეზე მოქცევა მოხდებოდა საქართველოში, ხო ვიცით რომ მოციქულებმა იქადაგეს, ხო და ანუ ქრისტიანობა იყო მაინც რა. იყო ცხადი, ახლა იცით როგორ არის, აქ არ უნდა აურევთ ერთი არის საეკლესიო გადმოცემა, რომელიც ამბობს რომ თქვა ანდრიამ იქადაგა და ეს იქადაგა, თუმცა ზოგიერთ წყაროში ჩვენ გვხვდება მაგალითად იმავე ნინოს ცხოვრებაში, რომ შენ პირველი ხარო, შენამდე არავის არ უკადაგია, ანუ ეს ერთი არის ჩვენი გადმოცემა, რა ჩვენ შეიძლება გვწამს. მეორე არის თქვათ იგივე ისტორიული წყაროები, არქეოლოგიური წყაროები. იყო ცხადია მე-4 საუკუნემდე აქ იყო ქრისტიანობა. ჯერტი ის უნდა ვთქვათ, რომ საერთოდ საზღვრები არ იყო ესე ჩაკეტილი, ხო? თქვათ აქ ჩვენ ვხედავთ ბერძნულ წარწერებსაც, ვხედავთ ბერძნულ ნივთებსაც, ვხედავთ, ნუ გულისხმობ იმპერიულს. რომის იმპერიას საქართველოს ნაწილი მაგალითად საერთოდ შედიოდა რომის იმპერიაში რა, თქვათ იქ ცხადია ბერძნებიც იყვნენ, ქართველებიც იყვნენ და ცხადია ახლა ეს ქრისტიანობა
შემოდიოდა სწორედ ამ გზით, ანუ ჩვენ არ ვიყავით მოწყვეტილი ამ. ძირითადად რომის იმპერიიდან ხდებოდა ესა, თუმცა არის ასევე სპარსული ნაკადიც არის ქრისტიანობაში. მაგრამ იცით რა, ესეთი რამე რო აი მთელი ერი მოქცეულიყო, ხო, ესეთი რამე არ იყო მე-4 საუკუნემდე. მე-4 საუკუნეში აი რაღაცა ახალი იწყება, რომელიც თითქოს აი მე ესეც მიწერია, თითქოს ეს ეწინააღმდეგება ქრისტიანულ, ასე ვთქვი, მთელი ერი მოაქციე. ხო, ეს ხო ძველი აღთქმა, ეს ძველი აღთქმა. კი, ეს მის ძველ აღთქმაში იყო ერთი ერი და ყველა ებრაელი უნდა ყოფილიყო იახვე და არის აღთქმა იმისა და ეხლა ჩვენ ხო უკვე ახალ აღთქმაში ვართ, სხვა აღთქმა, მაგრამ მაინც დაიწყო ეს ეპოქა, ჯერ ერთი ეს რომის იმპერია, რომელიც ერთის მხრივ დიდი დახმარება იყო ეკლესიისთვის. საერთოდ კონსტანტინეს მიერ, ესე იგი, ქრისტიანობის აღიარება და რაღაცა ეს საკმაოდ ისეთი საკითხია, სადაო საკითხია, თქვა ზოგი ამბობს, რომ ეკლესიას არ უნდა მიეღო ეს სახელმწიფოს ესეთი, ვთქვათ, ჩახუტება სახელმწიფოს და ზოგი არა, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. როდესაც უკვე ასე ვთქვათ, თვითონ იმპერია აღიარებს ქრისტეს. თვითონ იმპერია აღიარებს ქრისტეს, უდიდესი რამე იყო და სულ სხვა ეტაპი იწყება აქაც და აი ეს ერები, ვთქვათ, იქნება ეს ქართველი ერი, სომეხი ერი, იქით არის კოპტები, ვთქვათ, თუ სირიელები. აი ხდება უკვე ეს ერების მოქცევაც ხდება. შემდეგ ხდება არის ესეთი ცხოვრება, მაგრამ არის ესეთი ნაწარმოები, მაგალითად ფრანკთა მოქცევა, ხო? აინტერესო. მან საინტერესო არის თვითონ ის ასე ვთქვათ, თუ ამას განვიხილავთ ქრისტიანობას როგორც ერთ-ერთ მახასიათებელს, ხო, რომელიც მე გრიგოლ ხანძთელში ხვდება, რომ საქართველოს ერთ-ერთი იდენტიფიკაციის საშუალებაა, რომ ანუ ენა მამული სარწმუნოება მე რაც ილიამ კიდევ ერთხელ გააჟღერა. ხო, ქართლად ყოველი ქართლად შეგაცხებს ყოველი ქვეყანა, სადაც ქართულად ესე იგი ქართულად მიდის მსახურება, ხო? ანუ ენა ეს სარწმუნოება და გეოგრაფიული ხო, ენას, საერთოდ ენას დაამნიშნავენ, ამაზე გვექნება საუბარი. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მე-4 საუკუნეში, როდესაც ქრისტიანობა გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, ასე ვთქვათ, ხო? ნუ უხეშად რო ვილაპარაკოთ. თავიდან უბრალოდ იცი როგორ იყო, რაღაცნაირად დაუშვეს ეს ქრისტიანობა, შეწყვიტეს დევნა და შემდეგ რამდენიმე თაობის შემდეგ უკვე თქვეს, რომ აი ქრისტიანობა, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ამან შეუწყო ხელი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერების რაღაც კონსოლიდაციას. და ზუსტად მე ვერ გეტყვით ახლა რატო მოხდა ზუსტად მე-4 საუკუნეში და როგორ მოხდა ესა, თუმცა აი უკვე ესე იგი თვითონ რომში რო ხდებოდა, ანუ ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლში რო უკვე ხდებოდა ეს მოვლენები, სავარაუდოდ ამანაც ითამაშა რაღაცა როლი და რაღაც მნიშვნელობა. სწორედ ამ ეს ეპოქა არის სწორედ. ანუ აი ქართველებზე ამან იმოქმედა ისე რომ მათთვის გარკვეულწილად რაღაც დამოუკიდებლობის და რაღაც თვით თვით იდენტიფიკაციის რაღაც საშუალებაც გაჩნდა, შეიძლება ასე შევხედოთ ქრისტიანობას? იცით რა, აი ერთი არის თქვათ სარწმუნოებრივი მიდგომა, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ესე მოხდა ღვთის განგებით და თქვათ იგივე დედოფლის და მეფის ნებით და წმინდა ნინოს ლოცვით და ღვაწლით და შემდეგ ეს არის ერთი ესეთი მიმართულება. მეორე მიმართულება შეგვიძლია განვიხილოთ პოლიტიკურად, ხო? პოლიტიკურად არსებობს ესე რომ არის თქვა დიდი ასე თქვა ერები და დიდი ეკლესიები და იმპერიები, ხო? ბოდიში დიდი ესეთი ყველა იმპერიას აქვს თავის დიდი რაღაც სარწმუნოება, ხო? და შენც რაღაცნაირად უნდა აირჩიო რაღაც, ხო? წარმართობა უკვე ახლა მე მახსენდება რუსეთის მოქცევა. ესე იგი კიევის რუსეთის მოქცევა და იქ პირდაპირ წერია რომ რაღაცა უნდა აერჩიათ, ხო? უკვე აღარ ეგებოდა, ასე ვთქვათ, ესე წარმართობა დარჩენილი და იყო სამი არჩევანი, ან ისლამი უნდა მიეღოთ, ან უნდა მიეღოთ ქრისტიანობა რომაული წესით, ან უნდა მიეღოთ ქრისტიანობა, ესე იგი ბიზანტიური წესით და შემდეგ ამ ვლადიმერმა გააგზავნა თავისი ესეთი და მოიარეს იმათმა. იმაზე პირდაპირ უარი თქვეს, რა ქვია.
ისლამზე, იმიტომ რომ ღვინის გარეშეო ჩვენ არა, სხვათვის ეს სასწავლო არ არის, იმიტომ რომ იცით რა, როდესაც ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვა ჩვენთვის ვაზს და თქვა ღვინოს და რაღაცა, ხო? შენ მიიღო ესეთი რელიგია, რომელიც ამას უბრალოდ უარყოფს, უკვე არა, რა თქმა უნდა, ხო. არ გამოდის. შეუძლებელი. მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა, შეგვიძლია ეს გვერდზე გადავდოთ ეს საკითხი. მე უბრალოდ რის თქმა მინდა, რომ აქ სხვადასხვა ასპექტები შეგვიძლია განვიხილოთ. ერთი არის, რომ ასე თუ ისე ყველა ერი იღებს ამ რაღაც სარწმუნოებას, ხო? რომელიც იცით როგორ არის, მე ესე ვამბობ, რომ ბერძნები იყვნენ გენიოსები ფილოსოფიაში. ხო. ნუ ყველაფერში ფილოსოფიაში, მათემატიკაში და ადრე თუ გვიანა მთელმა ამ სამყაროს მოხდა ელინიზაცია, ხო? ყველანი თუ ფილოსოფოსობთ და ებრაელები იყვნენ გენიოსები სარწმუნოებაში. ანუ დღეს სოფლიოში უმრავლესი სარწმუნოება სწორედ იმ იქიდან მოდის, ხო? გოთემა მაგალითად მიიღეს ქრისტიანობა კონსტანტინოპოლისგან, მიიღეს როცა იქ იყო არიანელობა. და გახდნენ არიანელი ქრისტიანები და ეს კიდე ამას კიდე თავის გაგრძელება ჰქონდათ, ხო? ჩვენი გაგებით წვალებლობა მიიღეს შევიდნენ პირდაპირ, ხო? ხო, მაგრამ იცით რა, აი ეპოქა იყო ესეთი რა, ამ ხრივ არა ვართ რაღაცა გამონაკლისები. ამიტომ აი მე ამას ვამბობ, ყველაფერი უნდა ერთად უნდა განვიხილოთ, ისტორიაც, გეოპოლიტიკაც, ხო? კი, რა თქმა უნდა. ყველაფერი უნდა ერთად განვიხილოთ, ხა იგივე სხვათა შორის ახლა ცოტა გვერდზე გადავალ, მაგრამ შეგვიძლია ეს მე ასე ვთქვათ, სალკე განვიხილოთ, რომ მაგალითად როდესაც კონსტანტინემ გამოაცხადა თავისთავად, რომ მე ვარ ქომაგი ყველა ქრისტიანისა, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯი იყო და საშიში პოლიტიკური ნაბიჯი იყო. იმიტომ რომ მე თუ ვარ, თქვათ, ირანში ვარ ქრისტიანი, ხო, უცბად მე ხვდები მეხუთე კოლონა ერთ დღეში. იცით როგორ არის, აი ეს ყველაფერი ძალიან წინააღმდეგობრივია რა. ხა ჩვენც ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის სწორედ საქართველოს ორიენტაცია, რომ საქართველოს უნდა და უფრო იქითკენ რომისკენ და საბერძნეთს, ნუ ხან ხრომს ვეძახით, ხან ბერძნებს ვეძახით. უფრო დასავლეთისკენ გვიდოდა და ამიტომ მივიღეთ ქრისტიანობა, მაგრამ მარტო ამიტომ თუ მივიღეთ ქრისტიანობა, მაშინ ასე ვთქვათ ჩვენ სწორედ მთელი აზრი მოქცევა ის არის, რომ ქართველმა ერმა ჭეშმარიტება აირჩია, ხო? მამაპაპის ანუ მთელი ეს ნარატივი, ანუ მთელი თხრობა უმთავრესი რა არის, ხა ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ აი უნდა გავხდეთ ისევ ქრისტიანები, ეს არის ჩვენი მამაპაპის სარწმუნოება, მამაპაპის. მაგრამ არ შეიძლება ამისი ძალიან ღრმად და ძალიან ისე ხაზგასმა. იმიტომ რომ თავარი არ არის მამაპაპის სარწმუნოება. სწორედ საქართველოს აზრი ის არის, რომ მამაპაპის სარწმუნოებაზეც კი უარი თქვეს ჩვენმა წინაპრებმა, იმიტომ რომ დაინახეს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი ნათელი, ხო? ანუ ასე ვთქვათ, არ უნდა გადავიდეთ ძალიან არც ზედმეტ პოლიტიკაში, არც იმაში, არსებობს თავისუფალი ნება, არსებობს ასევე ვთქვათ არჩევანი და ჩვენ ეს სწორედ უნდა დავაფასოთ, რომ იქნებოდა ეს მირიანი თუ სხვები, რომ დიახაც რომ მიიღეს ეს სარწმუნოება, როგორც იმიტომ რომ ის ჭეშმარიტია და ის არის ნათელი ჭეშმარიტი და იმიტომ მიიღეს და არა იმიტომ რომ თქვა პროდასავლელები იყვნენ, ისე ვამბობ რა ძალიან პირობითად და ძალიან გასაგები. იცი რა მაინტერესებს აი რადგან აი მამაპაპისეულ რელიგიებზე ჩამოვარდა, ხო? აი რა წინაპირობა იყო იმისთვის, რომ აი ამ ტექსტში, თქვენ ტექსტში არის ანალიზი, სწორედ აი ელიოზის დედის ის არის თემა, შემოდის აი პარალელები და აი იმ საზოგადოებაში, იმ სივრცეში, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა, მაშინ ხო ვიცით, რომ ებრაელები ცხოვრობდნენ. აი რა ხდება მან ისინი განიცდიან ხო ჯვარცმას, ისინიც მონაწილეობენ ერთგვარად. ხო, ეს მე ცოტა უფრო ისე დიდ კონტექსტში მინდა ეს თემა თუ გადავალთ ამ თემაზე რომ ჩავსვა. საერთოდ რა ვიცით, აი ყველა ეს ერი გარკვეული აზრით ცდილობს რომ დაუკავშიროს თავისი ცხოვრება და თავისი ისტორია
თავისი ნარატივი, ესე ვთქვათ, ანუ თხრობა დაუკავშიროს აი სწორედ იმ ძირითად ნარატივს, ბიბლიურ ნარატივს, აი ისე სხვა რამე რო ვთქვათ, სხვა რამე, მაგრამ ეთიოპიელებისთვის არის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს მათი დედოფალი იყო სოლომონის, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი ცოლი. და თავის თავს ისინი თვლიან სოლომონის შთამომავლებად, ხო? კი ბატონო. ან მაგალითად ეგვიპტელი ქრისტიანების უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ყრმა იესო იყო ეგვიპტეში. კი რა თქმა უნდა, მას ლაპარაკი, ხო? და კიდე ებრაელები ასე. ანუ ეს არის ისტორიის ცენტრალური მოვლენა, რომელსაც ყველა ცდილობს რომ დაუკავშირდეს. რაღაცა და ჩვენ ეხაც უკავშირდებით, აბა რა ვთქვათ, კვართი უფლისა არის ჩვენთან, თანაც ეს არ იყო დავის საგანი, ეს მიღებული იყო თელ აღმოსავლეთში, ყველა მიცოდა რომ აქ არის კვართი. ანუ ცხადია ამ კვართით ჩვენ უკავშირდებით სახარებას, ხო? როგორც ქართველი ერი და ამაზე არის, თქვა, ერთ-ერთი ცენტრი აი ამ თხრობის არის სწორედ ეს. ხო და მე აქ გარდა იმისა, რომ აქ კვართია ჩამოტანილი და ამითი ჩვენ უკავშირდებით პირდაპირ სახარებას ამ სიტყვის დიდი გაგებით და პირდაპირ იოანეს სახარებას. ასევე სხვა რაღაცეებიც, ასე ვთქვათ, იხილვების იქ, სხვა რამეც იკითხება იქ რა. მე არ ვამბობ, რომ მაინც მე პირველი წავიკითხე, მე ხა ზუსტად არ ვიცი, შეიძლება ჩემამდეც ვინმე მეს ამოწია ეს თემა, ხო? მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მე რაც ეს შევნიშნე და ერთ-ერთი სწორედ ეს არის, რომ არის ძალიან დიდი კავშირი, რაღაცნაირი კავშირი არის სწორედ ამ ელიოზის დედასა და მიმრქმელ სიმეონს შორის, ანუ სიმეონი რომელიც ელოდებოდა ქრისტეს და მანამდე არ მოკვდა, სანამ არ იხილა, რომელიც ტაძარში შეიყვანეს, ასე ვთქვათ, ყრმა და წარმოთქვა ის სიტყვები, რაც განუტევი და აქ მოხდა ისეთი რამე, რომ ეს ქალი ამან, ასე ვთქვათ, ჯერ ერთი ელიოზი დაარიგა, რომ იქ შენ რომ მიდიხარ, რომ ამ ადამიანის განჯაში არ მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ მართალი არისო ეს ადამიანი, ესეც რაღაცად უკავშირდება სწორედ იესოს. ძალიან მაგარი მომენტია, ხო, იცით როგორ არის, აი ჩვენი ებრაელობა არ არის მოწყვეტილი იმ ებრაელობას, ხო? იქ ნათქვამია, რომ ისინი დროთა განმავლობაში აგზავნიდნენ თავის წარმომადგენლებს იქ და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ეხლა რამდენად ეს ისტორიულია ამაზე ჩვენ არ ვჯელობთ, ჩვენ ვამბობთ თვითონ როგორ არის ეს იდეა ჩამოყალიბებული და აღთქმული, ხო? ვთქვათ ეხლა შეგვიძლია შეგვედაო, რომ აქედან იქ სანამ ჩავიდოდა, 3 თვე გავიდოდა, ხო? და როგორ მოასწრონ რაღაცა, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. საუბარი იმაშია, რომ თვითონ ამ ტექსტს ესე ესმის, რომ ისინი, ვთქვათ, ამ ხრივ სწორედ აი ქართველი ებრაელობა სწორედ ებრაელთა იმ ნაწილს ეკუთვნის, რომლებმაც მიიღეს იესო ქრისტე. და ეს მნიშვნელოვანია. ანუ გახდნენ პირველი მატარებლები ქრისტიანობის. პირველი ახლა ვერ ვიტყვი პირველია, იმიტომ რომ პირველ ეკლესიაში ყველა ებრაელი იყო, სულ პირველ ეკლესიაში, ხო, ჩვენ ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ რომ აი ეს ქართველი ებრაელობა სწორედ ყოველთვის ქართლის ცხოვრებაში ესე არის, რომ მათ მიიღეს ქრისტე და აი სწორედ ეს დედამ ესეც ცხადია სასწაულია იგრძნო თუ გაიგონა ეს ხმა, როდესაც ქრისტეს ჯვარს აწვევდნენ და ასე ვთქვათ, სულ თქვა, რომ ეს რაღაც უბედურება მოხდა ჩვენს თავს, ანუ ჩვენს რაც ხდება და განუდება საოცარი მომენტია, საოცარი კავშირია, ხო რაღაც. ხო და მე ეს კავშირები, ასე ვთქვათ, ეს დავინახე ამ ორ შორის კავშირები, ამ ორ მოვლენას შორის, ხო. ანუ ჩვენ შეგვიძლია ხა ხაზგასმა გავაკეთოთ იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჯვარს აცვავდნენ მაცხოვარს, ეს მოდათ უკვე ეს ჩვენ ხო, ცხეთაში ეს იცოდნენ. ქალმა ეს გაიგო, შემდეგ ჩამოიტანეს კვართი, შემდეგ ეს კვართი ჩაიკრა გულში ელიოზის დამ და ისიც გარდაიცვალა. ეხლა გარდაიცვალა ჩვენ ცოტა ისე გვესმის, რომ აი ადამიანი მოკვდა და რაღაცა, მაგრამ იცით რა, აი ეს უძველესი გაგება, მაგალითად აი მაშინ ვკითხულობთ ისტორიაში, ჰეროდოტეს ისტორიაში ვკითხულობთ, რომ ეკითხებიან იქ მეფე ეკითხება სოლონს, რომ ვინ არის ყველაზე ბედნიერიო და გონია რომ ალბათ იტყვეს მეფეო შენ ხო. ამან დაასახელა სამი ადამიანი, რომელიც სამივე გარდაცვლილი იყო. რატო და სანამ ადამიანი ცოცხალიაო, შენ ახლა კარგად ახარო, რა ვიცი, ხო რა ხდებაო.
ან პირიქითო, ხო? ანუ სიკვდილი არის, ასე ვთქვათ, აი იგივე ვთქვათ უწმინდესის გარდაცვალება, ხო? ესე იგი თითქოს აი აღესრულა ამ გაგებით, შესრულდა, დასრულდა, აღსრულდა, ესე აღესრულა, ანუ სისრულეში მოვიდა. საბოლოო ბეჭედი დაესვა მის ცხოვრებას, ხო? იმას იცით რა აი რა ვიცი, აი გრალი არის რომ სამი რაინდი მივა გრალამდე რა. და ყველაზე დიდი რაინდი ვინც არის გალაჰადი. იმას რომ ერთი წაიყვანს. ესე იგი იმის მერე რა უნდა იცხოვრო. ხო. და აქაც ახლა ელიოზის დარო გარდაიცვალა, ამას არავინ არ აღიქვამდა როგორც ტრაგედიად. ხო, და რაღაც უბრალოდ აი კითხველს ვამბობ, ხო? ხო, პირიქით, ხო. პირიქით. ნუ ის იყო ეს ახლა. ხო. ანუ მიიღო ქრისტე მიიღო და ხო, აღესრო, ისევე როგორც სვიმეონ მიმრქმელი, აღესრულა, ხო. ხო. მთელი იდეა მისი ცხოვრების შეიკრა და დამთავრდა. ამიტომ საერთოდ ეს ხედვა უნდა ჩვენ შევეცადოთ, რომ აი სწორედ აი ქრისტიანული გაგებით გავიგოთ, ხო? ანუ რა არის ქრისტიანული გაგებით? სიკვდილი და სიცოცხლე რა არის, ხო? შეიძლება ადამიანი ჯანმრთელი იყოს და რაღაცა, მაგრამ ქრისტიანისთვის ის მკვდარია რა. მკვდარია სანამ, ნუ იმიტომ რომ ცოდვაშია, ხო? და შეიძლება ადამიანი, რა ვიცი, დაუძლურებული სიკვდილის წინ იყოს, მაგრამ ის არის სწორედ ცოცხალი. ან სხვანაირი ის არის სრულიად ქრისტიანობაში ახმები. ნევან, რა მინდა იცით, რომ რადგანაც აი კვარტს შევეხეთ, ასე ვთქვათ, ამ საუბარში კვარტი დაფლულია და შემდეგ ესეც საოცარია, ხო, ესეც საოცარია, რომ კვართი არის, ესეც რწმენის საგანია, იცით, რწმენის საგანი. აი, ვთქვათ, რას ნიშნავს კვართი? აი, რა არის ეს, რა სიმბოლოა? ახლა კვართი ჩვენ გვხვდება იოანეს სახარებაში და იქ ნათქვამია, რომ ესე იგი კვართი საერთოდ ჯვარცმა მოხდა, როგორც იყო, ხო, რომაული წესის და ეს მისი ტანისამოსი ამ ვიცაც სიკვდილად ჯიდან ეკუთვნოდათ იმ გეს ჯარისკაცებს. დამსჯელ აღმასრულებელ. ახლა მაშინ ახლა ეს მატერია ძვირფასი იყო და ნუ იყოფდნენ. ქსოვილი, ხო? ქსოვილს ჭრიდნენ, ხო, რაღაცა, მაგრამ ეს ისეთი ლამაზი იყო და ისეთი კარგი ეს ამას წერს ერთ-ერთი თეოლოგი წერს შმემანი მე მგონი ისეთი ალბათ იმეს მოყვარული ხელით მიერ იყო გაკეთებული რომ დაენანათ მისი გაჭრა და წილიყარეს და ერთ-ერთ შეხვდა. ეხლა აქედან მოდის მე მოქცევაი ამბობს რომ ეს წილად რო შეხვდა მე გამოისყიდა ელიოზმა და ამ ჩვენმა ებრაელებმა და ჩამოიტანეს. ანუ ამითი კიდე ერთი ბმა არის ბიბლიასთან. მაგრამ აქ რა არის მნიშვნელოვანი ნახეთ რომ ეს შემდეგ უკვე მე-3 საუკუნეში უკვე მოხდა ამისი გააზრება თეოლოგიური რომ კვართი ეს არის ეკლესიის სიმბოლო და როგორც ეკლესია განუყოფელია როგორც კვართი არ გაიყო და თლიანად არის ხო აი ეს ისევე ეკლესია არის ერთი და ძალიან საინტერესოა რომ ეს კვართი ინახება საქართველოში. და ეს კვართი ინახება საქართველოში. არა, ჩვენი იმითი თორე ხა ევროპაში კიდე არის ერთი მინიმუმ ერთი ორ ადგილას, ხო. რამდენადაც მე ვიცი, ქრისტიანობა არის ერთადერთი რელიგია, რომლის მრწამსში არის რომ მე მრწამს ეკლესია. არა, სხვა რას ნიშნავს მრწამს ეკლესია? ერთი წმინდა კათოლიკე და 60. მე მრწამს ერთი წმინდა კათოლიკე 60 ეკლესია. ამიტომ არის ჩვენთვის ასეთი მძიმე ნებისმიერი განხეთქილება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ ვამბობთ, რომ ეკლესია არ შეიძლება იყოს 2 და 64, ხო? არ შეიძლება, წმენის ის არის. ამიტომ შენ დგები ძალიან მტკივნეული საკითხის მიმართ, აი მაგალითად რომ დავანებოთ ჩვენ თავს, მაგალითად კათოლიკე ეკლესია რომის ძალიან მტკივნეული საკითხის წინ. ანუ აღიაროს რომ მარტო ჩვენ ვართ ეს ერთი ეკლესია თუ აღიაროს რომ არა, მართლმადიდებლებიც არიან ეკლესია და თქვა სხვაებიც არიან ეს საკმაოდ ცეცხლი საკითხია და სწორედ
აი ეს ერთიანობის, ეკლესიის ერთიანობის სიმბოლო არის კვართი, არის უდიდესი სიწმინდე და ეს არის ჩვენთან ახლა ტრიში თუ პირდაპირ გაჩვენებენ ამ კვართს და ესა ჩვენ მეცაც გეტყვით. თვითონ წმინდა ნინოსაც არ ეუბნებოდნენ ებრაელები, სად არის ზუსტად დაფარული, დამარხული. ჯერ არ მოსულაო ჟამიო, ანუ საკმაოდ ისეთი საკითხი, ანუ იმ ებრაელებს ჰქონდათ ეს ცოდნა, სად იყო ეს დამარხული და დაფარული და ჩვენ გვწამს რომ სწორედ იმის თავზე არის აგებული სვეტიცხოვლის პირველი ტაძარი და დღევანდელი ტაძარიც სწორედ ამ ეს მაგრამ ჩვენ აზრათაც არ მოგვივა რომ გავთხაროთ და ვნახოთ. აი ეს რწმენის თვალით იხილვების როგორც ამბობ. კი ბატონო და სწორედ აი კვართის მცველობის არაერთხელ უკვე გაჟღერდა ეს თემა რომ ქართველები ვართ კვართვის მცველები და აი გედევანიშვილები ამ ეწოდებიან კვართის მცველ გვარად ასე ვთქვათ და რა იდეა ამ კვართის მცველობაში თუ ეს არის ეკლესიის სიმბოლო რას იცავენ ეს ქართველები ეხლა მე ვერ გეტყვით ეხლა ეს ზუსტად რისი დაცვა არის ყოველ შემთხვევაში აი ჰერბზე ხო არის ვთქვათ ბაგრატიონების ჰერბზე არის ეს კვართი ხო ну რა ვიცი ცხადია ეხლა როდესაც შენ ღვთის განგებით შენ ტერიტორიაზე და შენ ეკლესიას აქვს რაღაც უდიდესი სიწმინდე ცხადია რომ ხო არ არის ეს მოუარო და დაიცვა და ასევე დიდი პასუხისგებლობაა ხო არ არის მანდ რაღაცა აი ეს მომენტი რომელსაც აი ჩვენ ხა ჩვენი კონკურსიდან გამომდინარე გვინდა რომ სიყვარულზე იყოს ხო კონცენტრირებული ყურადღება ზოგადად ხო არ არის ეს აი კაცთმოყვარეობის კიდევ ერთი ასე ვთქვათ წახნაგი ქართული კაცთმოყვარეობის ხო რომელიც გულისხმობს თავის თავში აი ეს ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენს ქალაქებში თუ სოფლად სხვადასხვა ეროვნების შემწყნარებლობას, აი სხვადასხვა აი თუნდაც აი რელიგიურ დონეზეც კი სხვადასხვა აღსარებლობის ადამიანებთან თანაცხოვრება უფრო მეტად შეუძლია ქართველებს, ხო ეს ხო აღარ არის საკამათო თემა, ხო რომ რაღაცა ეს იდეა ხო არ გამოსჭვივის აი ამ კვართის ცველობაში, რომ აი ერთიანობის რაღაც იდეა ხო არ შეიძლება დავინახოთ. მოდ ქრისტეში რა თქმა აქ მინიმუმ ორი რამის თქმა მინდა. ჯერ ერთი ახლა ჩვენ ერთიანობა არ გვესმის ისე როგორც ზოგიერთ კვლევარს აქვს ეს ზოგიერთ კომენტატორს აქვს ეს რომ თქვა საქართველოს ეკლესიამ შეინარჩუნა თავისი ერთიანობა. საქართველოს ეკლესია ცალკე არ არსებობს, ხო? აუცილებლად საქართველოს ეკლესია არის აი ერთი ეკლესიის წიაღშია და ერთი ეკლესიის ერთი ის არის, ერთი წევრია. მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ხო, ჩვენ ცალკე არ არსებობს და ამიტომ ჩვენ ხელთ არის სწორედ სოფლიო აი ერთი წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიის ერთობის სიმბოლო არის ჩვენთან აგერ ჩვენ უდიდეს მცხეთაში ჩვენ უდიდეს ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად. ეხლა მეორე რაც შეეხება საქართველოს ეხლა ქართველს ხო და ქართლის ეკლესიას ეს არანაირად არ უნდა გავიგოთ როგორც აი ეთნიკურად ქართველები რა ქართველები და ისე იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რო გადახედოთ თქვა ქართლის ეკლესიას ხო პირველი მოწამე იყო რაჟდენი სპარსელი შუშანიკი სომეხი ასურიელი მამები, ასირიელები, რომლებმაც თქვა ისინი საქართველოს ეკლესიის და საქართველოს ეკლესიის წმინდანები არიან, საქართველოს ეკლესია. საერთოდ ქართველები ბუნებით გამოირჩევიან, რომ აი არ უყვართ ხოლმე ესეთი გამწვავება რა, აი მე მაგალითად ეხლა ეს ჩვენ თემას არ ეხება, მაგრამ აი თქვა ძალიან საყურადღებოა ეს ქართულ სომხური და ესე იგი მიმოწერა და დავა ამაზე თქვა წარმოიდგინეთ ხა ქალკედონის კრება იყო 451 წელს მე-5 საუკუნის შუაში მე-7 საუკუნის დასაწყისამდე ჯერ კიდე ხო გარკვეული არ იყო ვინც აი წავიდოდა და ქართველები სწორედ იმით გამოირჩევიან რომ არ უნდათ გამწვავება სომხებთანაც უნდათ
რომ თანაც უნდათ კარგი ურთიერთობა და რაღაცა ხო აი მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ისა ვთქვათ არც იღებდნენ ბოლომდე არც უარ ყოფდნენ რაღაცა და სომხები უფრო ამბობდნენ რომ აი ეს არ შეიძლება ამის მიღება ეს ხო და ეს ჩანს ხოლმე მე ჩანს რომ აი ამ სარწმუნოების საკითხებში ქართველები უფრო ესენი იყვნენ რა უფრო რაღაცნაირად კომპრომისების ლომობიერები ხო? ნუ ლომობიერები ახლა ზოგჯერ საჭიროა ეს აკრებია რასაც ქვია და მაგრამ რაღაცნაირად უფრო არ ართულებდნენ ძალიან ამ იმას რა. კარგი, იცი რა რადგანაც ეს არის არქიტექტურის ქანდაკების და მხატვრობის კონკურსი. და ჩვენ ახლა სიმბოლოებზე ვსაუბრობთ და ვახსენეთ კვართის თლიანობა, განუყოფლობა და მივადექით სვეტი ცხოველს. რა არის ეს სვეტი ცხოველი, რომელიც აღმოცენდა ეს სასწაულმოქმედი სვეტი, ხო? რაღაცა სვეტი ხო არქიტექტურული დეტალია, ხო? ძალიან გავამარტივოთ. რაღაც უცბად არქიტექტურული დეტალი გვევლინება რაღაც ეროვნულ სიმბოლოდ, ხო? არქიტექტურული დეტალიც არის ისიც არის სვეტი და სიმტკიცე, ანუ რომელსაც უჭირავს, თქვათ, შენობა, ხო? აი მზიდი კონსტრუქცია, ხო? აი ეს ყველაფერი ეს სიმბოლოებია, მაგრამ თუ ნებას მომცემ ცოტა შორიდან დავიწყებ, საერთოდ რა არის ეკლესია, ხო? ანუ ძველ აღთქმაში ჩვენ გქონდა რომ იყო ერთი ტაძარი იყო, ხო, ჯერ სოლომონის და შემდეგ აღადგინეს ეს ტაძარი და სწორედ იქ თვითონ იესოც იქ მივიდა და ასე შემდეგ, მაგრამ აი ახალ აღთქმაში უკვე და სახარებაში ჩვენ გვხვდება რომ აი როდესაც იესო სამარიტელ ქალს ესაუბრება, იქ ის ქალი ეკითხება რომ სად უნდა ვილოცოთ, ჩვენები ამბობენ რომ აქო და თქვენები იქო და ესე ვთქვა რომ მოდის დრო და უკვე მოსულ არს, როდესაც არც აქ და არც იქ, არამედ სულითა და ჭეშმარიტებითა, ასე იგი ადიდებენ ღმერთს. ანუ ღმერთი ეძიებს მათ, ვინც სულში და ჭეშმარიტებაში ადიდებს და დამთავრდა აღარ არის ეს, აღარ გვჭირდება ეს ესენი, ხო? ხო, რაღაცა გეოგრაფიულ წერტილზე მიბმა. ხო, აღარ გვჭირდება ეს შენობა, იმის რო კაი წმინდა ადგილი და იქ უნდა მიიტანო ესეთი მსხვერპლი და ისეთი მსხვერპლი და ესე უნდა ააშენო, ისე უნდა ააშენო. და სხვა ადგილას ნათქვამია რომ სადაც 2 ან 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, იქ მე ვარ მათ შორის. ანუ საერთოდ აი ესეც მე აღნიშნული მაქვს რომ ჩვენ ხშირად არასწორად გვესმის, აი როდესაც მაგალითად შენ კითხულობ კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს, ვიღაც კითხულობს და შეკრებასა თქვენსა ეკლესიად, როცა შეიკრიბებით ეკლესიაში. ეს ესმით რომ როცა მიხვალთ ეკლესიაში. ხო. ეს ნიშნავს, როდესაც შეიკრიბე, ეკლესია შეკრებას ნიშნავს. ანუ როდესაც თქვენ შეიკრიბე, არა აღნიშნავს სად შეიკრიბე, ტყეში, იმაში ბინაზე, იქ არა, მაგას არანაირი მნიშვნელობა. თავარია თქვენ სადაც შეიკრიბებთ, ეს არის ეკლესია. კრებულში, ხო? სადაც შენ შეიკრიბებით, ხო. იმიტომ არის შესაძლებელი იქ უსისხლო სხვერპლი, იმიტომ არის შესაძლებელი ზიარება. სწორედ იმიტომ არის შესაძლებელი, რომ იესოს სახელით თუ შეიკრიბე, იქ არის ეკლესია, იქ არის თვითონ იესო ქრისტე, კრეტით ავტორი, იქ მოდის. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყო სწორედ ამ ტაძრების აშენება და ეს ტაძრები უნდა ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ტაძრები არ დაეყრდნო არქიტექტურულად, მაინდა-მაინც იმას რა ქვია, სოლომონის ტაძრის მეორე ტაძარს. ხო, ისე ჩვეულებრივ, მაგალითად ბაზილიკა ჩვეულებრივი შენობა იყო. თუმცა რაღაცა მინიშნებები არის სვეტების რაოდენობაში. შეიძლება შემდეგ უფრო შემოდის, მაგრამ მთავარი იდეა ის არის, რომ ეკლესია ეს არის ეკლესიის შენება თვითონ. ეს არის თვითონ ტაძარი, როგორც ეკლესია, როგორც ტაძარი, ეს სიმბოლო არის. ეკლესია არის სწორედ ადამიანები, ქრისტიანები, რომლებიც მოდიან და აი თქვათ ერმას წყემში, ეს მეორე საუკუნის ესე თქვათ შესანიშნავი ბრწყინვალე ესეთი ნაწარმოებია, იქ არის რომ ეს სიმბოლოა, რომ თითოეული ქრისტიანი არის თითოეული ესე თქვათ აგური ამ დიდი
ტაძრის მშენებლობის. ეს მთლიანად სიმბოლურია, ხო? ამიტომ რას ნიშნავს, რომ ქართლი მოექცა? ანუ ქართლი მოექცა და ისმის კითხვა, რომ ჩვენ ეკლესია უნდა ავაშენოთ, ხო? მაგრამ აქ იგულისხმება სწორედ შენება, სულიერი შენება, ანუ ერი უნდა გახდეს ეს ეკლესია, ხო? და აი აქაც მე ვხედავ ასეთ სიმბოლიკას ხედავ, რომ აი ეს თავარი სვეტი, რომელიც იყო, ვერანაირად ამ მშენებლებმა ვერანაირად ვერ აღმართეს, ვერ აღმართეს და წმინდა ნინოს ლოცვით შემდეგ ანგელოზი ჩამოვიდა და ანუ ანგელოზი, ანუ ღვთის ძალით აღიმართა, ხო? ანუ კაცობრივი ძალით ეს თავარი სვეტი ვერ აღიმართა. მე ესე ვხედავ ახლა შეიძლება ზოგი არ დამეთახოს, რომ აქ იგულისხმება სწორედ რომ რას ნიშნავს მე მწამს ერთი წმინდა კათოლიკური ეკლესია, ხო? ეხლა სინოდი ვიცით აგერ მივალ და ნახავთ ამ სინოდს, ხო? ეს არ არის მხოლოდ მარტოოდენ ადამიანთა კრებული, არამედ ადამიანთა კრებულია, რომელზეც გადმოსულია სულიწმინდა. ანუ ეკლესიის დაბადება ჩვენ როგორ გვესვეს, ეს არის სულთმოფენობა, რომელიც ახლა მალე იქნება, ხო? სულთმოფენობა რას ნიშნავს? სულთმოფენობამდე ვინ იყვნენ ესენი? იყვნენ კი, მოციქულები იყვნენ, რომლებიც იესოს თვითონ იცნობდნენ და მათთან ერთად იყვნენ 3 წელიწად ნახევარი მასთან იყვნენ, მაგრამ რა გაიბნენ და ზოგიერთი მებადურობას დაუბრუნდა, ზოგიერთი ის ხო არაფერი, ანუ ეს ჯერ არ არის ეკლესია. სანამ არ გადმოვა მათზე სულიწმინდა, აი სულიწმინდა მიანიჭებს მათ ძალასაც, მოაგონებს ყველაფერს და მისცემს იმ ძალას, რომელიც ეკლესია გახდება ეკლესიად, ხო? ანუ ორივე აუცილებელია. აუცილებელია ადამიან ჩვენ სამოციქულო ეკლესია ხა მე მაბადე ეს ბოდიში რამეს კი არ ვამბობ მოციქულებზე რამეს მოციქულებზე ვდგევართ ჩვენ, ხო? და სვეტი ცხოველი 12 მოციქულზეა. ვდგევართ, მაგრამ მოციქულები თავისთავად არაფერი არ არის თუ არა ღვთის ძალა, ხო? და აი აქაც ეხა საქართველოს ეკლესიაც უნდა აშენდეს და აქ სწორედ სულთმოფენობის პარალელია, რომ ისევე როგორც იქ გადმოვიდა ეს სული მათზე, ხო? და ალაპარაკდნენ სხვადასხვაინო ეს კიდე ცალკე ეს არის. აქაც ეს არის, ხო, რომ ჩვენ გვეუბნება ღმერთი, რომ ღვთის ძალის გარეშე ეს არ არსებობს, ღვთის ძალა არის. და ეს არის სწორედ ის სვეტი, რომელიც აღმართა ანგელოზმა, ანუ ღვთის ძალით და შემდეგ მე ვამბობ, რომ ეს უსათუოდ უკავშირდება პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელიც ის ამბობს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, რომ ის ამბობს ეუბნება როგორ უნდა მოიქცეს ის ეკლესიაში და ეკლესიაზე ამბობს, რომ ის არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაი. ანუ თვითონ ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტება და დღესაც ჩვენ ამას ვკითხულობთ. როდესაც ჩვენ გვაქვს სვეტიცხოვლის დღესასწაული, სწორედ ამას ვკითხულობთ ჩვენ. ეს არ არის შემთხვევით, ხო? რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ სვეტი ცხოველი არის სწორედ ეკლესიის ხატია. ეკლესიის, როგორც იმ ერთი წმინდა კათოლიკე ეკლესიის ხატი და ეს ეკლესიის ურღვეველობაზე, ანუ კვარცზე აღმოცენებული ურღვეველობა ღვთივ ადამიანური ბუნება, როგორც იესო ქრისტეში არის ღმერთი და ადამიანი, ისე ეკლესიაში არის ადამიანი, ცხადი ადამიანების ერთობა და ამავე დროს იქ არის სულიწმინდა. და ეს სვეტი არის ერთგვარი კავშირი, ხო, ესე არის დახატული, ხო, რომ სვეტი არის ზეცასა და მიწას შორის, ხო? ნუ ესეც შეიძლება იყოს სიმტკიცე, რომელსაც უჭირავს ეს ყველაფერი და რომელსაც აი ღვთის ძალით და შეიძლება იყოს სულიწმინდის. ძალიან საინტერესოა. სადმე ხო არ არის კიდევ ასეთი პარალელი, კი არა და ნუ ანალოგიური რაღაცა, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ასე ვთქვათ, ჭყალებში არქიტექტურული დეტალი, რომლითაც გამოიხატება აი ეს ეკლესიის იდეა, ხო? სხვა ადგილობრივ ეკლესიებში თუ არის რამე მსგავსი ან რამე რაღაცა ესეთი რაც შეიძლება. მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არა ვარ ხა ამის სპეციალისტი ქრისტიანი. მე ვერ ვიხსენებ, მაგრამ საერთოდ ნებისმიერი ტაძარი, ნებისმიერი ეკლესია სწორედ სიმბოლურად ამას გადმოსცემს, ხო? ის არის ჩვენ გვაქვს ეს სიმბოლოები, სხეული ქრისტესი. ეს არის ეკლესიის ხატია, ხო? ეკლესიის ხატია, როგორც როგორც რომელიც შენდება, თქვათ. ან
რა ადგილი აქვს საკურთხეველს, რა ადგილი აქვს სვეტებს, რა ადგილი აქვს, თქვათ, რას ნიშნავს, რომ ჯვარის ფორმა რატო აქვს და ასე შემდეგ. ამაში შეიძლება უამრავი რამე გამოვიყენოთ. მე არა ვარ ამის ისეთ სპეციალისტი. მე უბრალოდ კი არა, მე მინდა რომ სწორედ ის საკითხები, რომლებიც აი ადვილად იხილვება, რა, ამას არ ჭირდება რაღაც ძალიან ისეთი კვლევა. შენ თუ სახარებას ასე თუ ისე იცნობ და აი ამ ახალ აღთქმას, ძველ აღთქმას იცნობ, ესენი ჩანს, ეს პარალელები ჩანს. და ერთი არის სწორედ აი ჩვენ ახლა უკვე გქონდა საუბარი ებრაელ ერზე. სწორედ ბოლო თავში მე მაქვს სწორედ ესქატოლოგიური მომენტები. ანუ ესქატოლოგიური მომენტები რა არის? ესქატოლოგიური არის უკანასკნელი ჟამის ბოლო ჟამის ამბები და ბოლო ჟამი საერთოდ მას აქვს თავისი რაღაც ნიშნები აქვს ამ ბოლო ჟამს და საერთოდ აი ქრისტიანობა ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ქრისტიანობა არის ჩვენ ცხოვრობთ ორ მოსვლას შორის იესოს ორ მოსვლას შორის და ძალიან ხშირად არის რომ ის რაც ხდება ბოლო ჟამს ის უკვე დაწყებულია აი მაგალითად სულთმოფენობა გავს ძალიან ბოლო ჟამს. იქ არის სწორედ ის სიტყვები, რომ აი სიკვდილო სად არის შენი საწელი და ასე შემდეგ და შემდეგ. მაგალითად იესო ეუბნება თავის მოწაფეებს, რომ აქ ვინც ხართო თქვენ მოესწრებითო სასუფეველო ღვთისას მოსულს ძალად. ანუ სასუფეველი რასაკვირველია ბოლო ჟამს მოვა, მაგრამ სულთმოფენობაც სასუფეველის მოსვლა გარკვეული აზრით, მოგესმით. და აი მაგალითად, როდესაც მოწაფეები, ეხლა მე გადავდივარ უკვე ეს თქმაც მინდა, მოწაფეები როდესაც ეკითხებიან თაბორის მთიდან რომ ეკითხებიან რომ თუ ბოლო ჟამსო ხო ილია უნდა მოვიდესო. ანუ თუ ბოლო ჟამი დგება, ხო, მაშინ ხო. და იესო პასუხობს რომ ილია მოვიდა უკვე. და ისე მოექცენ როგორც მოექცენო და მიხვდნენ რომ ეს იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა. ანუ ნახეთ როგორ არის ის იესოს დროსაც ხდება ეს ყველაფერი და ბოლო ჟამსაც მოხდება. აქ იყო იოანე ნათლისმცემელი. იქ მართლა იქნება საეკლესიო გადმოცემით ახლა. ილია. მართლა ილია, რომელსაც ჯერ სიკვდილი არ გაუვლია, სიკვდილი არ უგემია, ის ჩამოვა და აღესრულება აქ მოწამეობრივად, ხო? და ამიტომ რომ ესე ჩვენ ვამბობთ, რომ ილიას ხალენიც არის იქ, ყოველ შემთხვევაში ამ ტექსტში ესე არის, ეს ასევე მიუთითებს ამ ბოლო ჟამს. რაღაცით აღბეჭდილია ეს საქართველოს ეკლესია იმ ბოლო ჟამთან, ხო? იგივე, ანუ კვართი ილია აი თქვათ, მაშინ ილიას ხალენი რას ნიშნავს? აი ეს ყველაფერი არის მოსასხამი, ხო? მოსასხამი. ამისამეთ კვართიც და ხალენიც, ხო? ხა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ თავარი ის არის, რომ ორი ბიბლიაში, ძველ აღთქმაში არის ორი ადამიანი, რომელსაც სიკვდილი არ უგემია, ისე წაიყვანა ღმერთმა. და როგორ გადმოცემით ვიცი და ეს წერია კიდე იოანეს გამოცხადებაში, ეს ორი ადამიანი დაბრუნდება უკანასკნელ ჟამს, აი ანტიქრისტეს ჟამს დაბრუნდებიან აქა და აქ ესე ვთქვათ მოწამეობრივად აღესრულებენ. ეს არის პირველი არის ენოქი, რომელიც იყო ჯერ კიდე სულ ადრე და მეორე არის ელია. და ელია, როდესაც ღმერთს მიყავდა, მან ეს ხალენი დაუტოვა თავის მოწაფეს ელის. და ეს ხალენიც ყოველ შემთხვევაში ჩვენი გადმოცემით, ჩვენი საქართველოს ეკლესიის გადმოცემით არის ასევე სვეტი ცხოველში. ის რომ ებრაელი ერი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვით ბოლო ჟამს მოექცევა, ხო? ეს პავლე მოციქულს ეს ძაფრათა აქვს ძალიან, თქვათ, ის ძალიან განიცდის, რომ მისი ერი თავის უმრავლესობით ამან არ მიიღო ღმერთი, არ მიიღო მესია, ქრისტე. და ის ამბობს, რომ ამაში არის განსაკუთრებული ღვთის განგება, ეს იმიტომ ხდება, რომ წარმართა სიმრავლე შემოვიდეს და შემდეგ ბოლო ჟამს ისინიც მოექცევიან. და ეს საქართველოს ეკლესიაში ეს ხდება. ხო, პროცესია. ანუ ხო, ყოველ შემთხვევაში რასაც ჩვენ ვკითხავთ, ქართველი ებრაელობამ მიიღო ქრისტე, თუმცა ერთ-ერთ წყაროში არის რომ არ მიიღეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ძირითადი ესეთი
თხრობა ეს არის, რომ ქართულმა ებრაელობამ მიიღო იესო ქრისტე როგორც მოციქული. ანუ ესეც მიუთითებს რაღაც მოელოდა და ესეც მიუთითებს რაღაც უკანასკნელ ჟამზე. თითქოს ეს უკანასკნელი ჟამი სწორედ საქართველოში ხდება და მე მოვიყვანე ასევე ის ქებაი და დიდებაის სიტყვები, რომ უკანასკნელ ჟამს თქვათ რაღაცა ქართულ ენას ან ქართულ ერს რაღაცა თავისი აქვს როლი აქვს ხო ეს ესქატოლოგიური მომენტები ანუ უკანასკნელი ჟამის მომენტები აშკარად არის ასევე ამ ტექსტში. აი სვანეთში არის ტაძარი, რომელიც გარედან არის მოხატული. ანუ იმდენად პატარაა, რომ შიგნით ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანები ეტევიან და მთელი ეს ეკლესია, როგორც თქვენ ამბობთ, რა, მთელი ეკლესია, მთელი ბრევლი დგას გარეთ. და ფრესკები ტაძარს აქვს გარედან, ანუ რაღაც ესეთი ერთგვარად ამობრუნებული გაგება არქიტექტურულად, მაგრამ ანუ ფასადზე არის გამოტანილი ინტერიერის შინაარსი. და სწორედ აი მანდ არის ეგ მომენტი რა, რომ ერი, რომელიც იკრიბება აი ამ იდეის გარშემო. ამ შემთხვევაში ეს არქიტექტურული ასე ვთქვათ ფორმით არის ეს იდეა გადმოცემული, მაგრამ ის გარედან ესაუბრება მის გარშემო ფიზიკურად შეკრებილ ერს და ტაძრის ფორმა ზოგადად აი თვითონ ტაძრის შინაარსი ძალიან ხშირად არის აღსაქმელი როგორც რაღაც მონუმენტური ერთობა, რომელიც აწესრიგებს სივრცეს და აი ამ მოწესრიგებულ სივრცეში შეყავს ადამიანი, როგორც შიგნით, ასევე გარედან. იმდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების შეკრება აი ამ კონკრეტულ იდეის გარშემო. კრებულია ეკლესია ნიშნავს კრებულს, შეკრებას, კრებას. ლევან, აი წმინდა ნინოზე არ შეიძლება რომ რაღაცნაირად არ ვისაუბროთ, იმიტომ რომ მთელი ეს ნაწარმოები შეიძლება ითქვას, რომ აი ამ ერთი ადამიანის ღვაწლის გარშემო არის, ასე ვთქვათ, აკინძული და შეკრული. წმინდა ნინო არის მოციქული, სხვათა შორის წინათ მოციქულიც ეწოდებოდა მას, ახლა ჩვენ ვამბობთ მოციქულთა სწორი, მაგრამ შეიძლება თავისუფლად უწოდოთ, რომ ის არის მოციქული. მოციქული, კი ბატონო. და აი აქ მრავალი რამე არის საყურადღებო. პირველი ის არის, რომ სწორედ როგორც ნათქვამია, რომ ძალა ღვთისა უძულურებით, ასე ვთქვათ, ჩანს ღმერთმა ინება, რომ ვთქვათ, უძულურებაში აჩვენოს თავის ძალა, ან ვთქვათ, რადგანაც ამას სოფელმა არ მიიღო სიბრძნე, ასე ვთქვათ, ასე ვთქვათ, სხვა რაღაცით ღმერთმა ამ ღვთაღვთოს სიბრძნე, ვთქვათ, რაღაც სხვა რამაში გამოიხატება და ეხლა რა შეიძლება იყოს უფრო სუსტი, ვიდრე, რა ვიცი, სრულად ახალგაზრდა გალი 15 წლის, რომელიც მოადგა საქართველოს და თოვლი რომ დაინახა ივნისში, ტირილი დაიწყო, სად მოვედიო, ხო? მაგრამ აი სწორედ მისი რწმენით და მისი აი დაცლით, ანუ მან ღვთის ძალა და ღვთის თავის თავში, ასე ვთქვათ, ღმერთმა მისი გზით იქადაგა, ხო? მისი გზით აჩვენა სასწაულები, მისი გზით ასე ვთქვათ, წმინდა ნინოს გზით, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ის არის სწორედ ჭურჭელი ღმერთის და აი აბსოლუტურად მორჩილება, რწმენა, ასე ვთქვათ, რწმენა, ასევე სიყვარული, იმიტომ რომ მას გაგებული ქონდა, რომ არის სადღაც კვართი უფლისა და უნდოდა ამ კვართთან მიახლება და მისვლა და ამან მოიყვანა თქოს ამ სურვილმა ამ ასე ვთქვათ სიყვარულმა მოიყვანა სწორედ აქ და ასევე მე ჩემში მაქვს ასევე ჩემ ნაშრომში რომ აქ ასევე ენის საკითხიც ჩდება ჯერ ერთი ნათქვამია რომ ხო ენა როგორც ერი ნათქვამია რომ მან არ იცოდა ქართული ენა და ამავე დროს იმავე ტექსტში ნათქვამია რომ მან იცოდა როგორც ებრაული ისე ბერძნული ასევე
რომთა ენა, ანუ რომაელთა ენა. ანუ ლათინური, ბერძნული და ებრაული იცოდა. აქ მე ესეთი დავინახე რაღაცა, როდესაც საერთოდ ქრისტიანი გაიგებს ამ სამ ენას ერთად, აუცილებლად ამოგიტივტივდება ის, რომ ქრისტეს იმაზე სამ ენაზე ეწერა ბრალი. ხო, მეუფეურიათა. იესო ნაზარეველი მეუფეურიათა ეწერა ამ სამ ენაზე. ანუ ფაქტობრივად ეს მოაქვს ნინოს ეს სამივე ეს ნაკადი, სამივე ეს კულტურა, სამივე ეს ენა მოაქვს და აი ეს ამ ენაზეც უნდა ასე ვთქვათ ქართულ ენაზეც უნდა სახარება უნდა იქადაგოს, ანუ სახარება და საერთოდ აი ქრისტიანობა სწორედ ეს არის ვთქვათ, რომ შევადარო ვთქვათ ერთი ბრწყინვალე მეცნიერი, რომელიც აი ადარებს ვთქვათ ისლამში თუ არის ეს არაბულია და ყველამ არაბულად უნდა იკითხოს და ეს არის აქ ქრისტიანობა ანუ ქრისტე ქადაგებდა არამეულად სახარებები დაიწერა ბერძნულად და რა ვიცი ყველა ერი ცდილობს რომ თავის ენაზე თქვას ანუ აქ არ არის რაღაცნაირი ისა რაღაცა რომ ვთქვათ ну ცხადია ხა ბერძნული ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ გვინდა პირველ წყაროსთან მივიდეთ მაგრამ მაინც აი ჩვენ და იმთავითვე თუმცა ქრისტიანობაში ესე იგი არის ისეთი რაღაცა ცნებითი ნაწილი რომლის თარგმანება მოხდა სხვადასხვა ენაზე და სწორედ ეს მაგიტო დაიწყეს ხო მოციქულებმა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი სულწმის გადამოწმის ეს კიდე ერთი დიდი თემა რომ აი თქვათ როდესაც ჩვენ სულთმოფენობაზე როცა ვსაუბრობთ სულთმოფენობას როცა ლოცულობთ ეკლესიაში იქ არის პარალელი არის საეკლესიო ლიტურგიულად პარალელი არის ბაბილონის ენათა გაყოფას მაშინ თუ გაიყო ენები აი აქ ფაქტიურად ისევ კი არ შეერთა თქვათ ღმერთმა კი არ გააუქმა ყველა ენა და დატოვა თქვათ მარტო რაღაცა ერთი ან ხელოვნურად კი არ შეაკოწიტე ისევ არამედ აი აქ თითქოს გადაილახა ეს ისა იმიტომ იქ ენათა დაყოფა იყო სწორედ გაუცხოების ნიშანი ფუნქციით რომ გაუცხოდა ეს აღარ გაიგეს და დაიშალენ და მე ტროობა და ყველაფერი და აქ პირიქით ყველას თავის ენაზე ესმოდა და აი თითქოს ეს გადაილახა ესა და აქაც ერთ-ერთი ეს არის რომ აი საქართველოს როგორც ერთ-ერთი ენა ანუ ერთ-ერთი ერი ერთ-ერთი განსხვავებული ერი აი აქ მოდის წმინდა ნინო და აი ამ ერზეც ამ ენაზეც უნდა ალაპარაკი და ეს გაზდებს საქართველოს ინტერესს ხო იგივე თქვათ რა არის განსაზღვრება რა არის ქართლი ქართლი არის ის ადგილი სადაც ქართულად აღევლინება ლოცვა აი ეს შეიწირება ჟამნი ანუ სადაც ქართულ ენაზე ხდება ეს და ქართული ენა აერთიანებდა არა მარტო ქართველებს ხო იმიტომ რომ ეხლა მე ისე ვამბობ ცოტა ისტორიაში რო გადავიდეთ სხვათა შორის ამას ბევრი არ აქცევს ყურადღებას რომ თლიან კავკასიაში ხდებოდა ქადაგება ქრისტიანობის და ქართულ ენაზე აი ჩრდილო კავკასიაში რო ნახო ეკლესიები ისინი ქართულად ლოცულობდა. ხო. არის ტაძრები, რომელიც ქართულად წარწერებია და წინათ როგორ იყო ბავშვი სახში ლაპარაკობდა მეგრულად და ეკლესიაში ლოცულობდა ქართულად. აფხაზიც მიდიოდა ეკლესიაში, სვანი სახში ლაპარაკობდა სვანურად, იქ ქართულად. და რა ვიცი, ესეთი რაღაცა ანუ საკმაოდ ძნელია რომ შენ ეს ენა რომელზეც იქნება თარგმნილი ყველაფერი იქნება წირვა ლოცვა ამას საკმაოდ ისჭირდება რა ვქო დიდი რესურსი ჭირდება ანუ საქართველოს გაერთიანა სხვადასხვა აი ეს ადგილობრივი ენები და ხალხები და აი ეს ქართული იყო ერთ-ერთი ესე ვთქვათ აი ამ გაერთიანება ისევე იყო როგორც ვთქვათ სომხურიც იყო ხო სომხურმა ენამ და კიდე იყო ალბანური რომელიც სამწუხაროდ დაიკარგა კავკასიაში იყო ეს სამი. აი ქართული ენის მიერ ასე ვთქვათ, ქართულად გადმოთარგმანება აი სიმბოლოების, რომლებიც არის ქრისტიანულ მოძღვრებაში, ერთგვარად გვიგვინიშნებს იმაზე, რომ როგორც ეს სააზროვნო სივრცეში შეიქმნა რაღაც ეროვნული განსხვავებულობით აღნიშნული იდენტობა, ასევე
სახვით თუ არქიტექტურულ ხელოვნებაშიც შეიქმნა ქართული არქიტექტურა, ქართული ქრისტიანული არქიტექტურა, ქართული ქრისტიანული მხატვრობა და აი არქიტექტურასთან ერთად გამოჩენილი ვთქვათ, რომ ქართული ქანდაკებაც შეიქმნა. ყველაფერი გალობა და ყველა ეს ქრისტიანობაში სხვანაირად წარმოჩინდა ეს ძალიან ქრისტიანულია, რომ როგორც ამბობენ წმინდა ჩვენ დიდი მასწავლებლები, სული ერთია და მისი ნაყოფი არის მრავალი. გვაქვს უამრავი ფერით, რუსთავი ამბობს, ანუ სული ერთია, მაგრამ ეს კარგია რომ მრავალფეროვნებაა, ხო ჩვენ სხვანაირად ბერძნებით სხვანაირად, რა თქმა უნდა, სხვანაირად ეს სიმდიდრეა ჩვენი სიმდიდრეა და ეს ქართული იცით რა ჩვენ ახლა როცა საუბრობთ ჩვენ ვარდებით ერთი უკეთურესობი და მეორეზე ზოგი ამბობს რომ ჩვენ ვართ რაც ვართ და ვთქვათ რაც მაგრები ვართ ქართველები ხო და მეორე რომ ახაც არაფერი არა ვარ საერთოდ და სინამდვილეში საკმაოდ ძლიერი ის დახვდა აქ იმ ამას ქრისტიანობას საკმაოდ ძლიერი კულტურა იყო ეს, აი თქვა ჯერ კიდე პომპეოსის ლაშქრობის დროს რო წაიგითხო თქვა ის ჩვენ იქიდან ვიცით რომ მოწყავ. აქ დახვდა სერიოზული ძალა დახვდა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეშელონირებული ისა და ბოლოს დაზავდნენ, ხო? ნუ კი ომი კი მოვიგეს, მაგრამ იგივეა ქრისტიანობა, ხო? რომ შემოვიდა ეს რამხელა ძალა უნდა რომ შენი ანბანი, შენი ენაზე თარგმნი სახარებას, ჯერ კიდე მე-4 საუკუნე, მე-5 საუკუნის ტექსტები გვაქვს უკვე. და ლიტერატურასაც ქმნის შენსას. ეს ყველა ვერ მოახერხა ხა სერიალებს იმხელა ლიტერატურა აქვს. თქვათ ეფრემასური და რაღაცა, მაგრამ მაგალითად კოპტები დიდი პატივისცემით, მაგრამ კოპტებს მაგალითად აქვთ ძირითადად ბერძნულ და ნათარგმნი აქვთ კოპტურად. კი ბატონო. ამხელა სიმდიდრე თავისი ლიტერატურის არ აქვს. მე რას ვამბობ, რომ კავკასიაში სწორედ ამ ქრისტიანობა საკმაოდ ძლიერი ის დახვდა, როგორც არის სომხური კულტურა და სომხური ქართული და აი კიდე ალბანური. ისე რომ საკმაოდ ისეთი ჩვენი კულტურა უნდა ვიცოდეთ და და მოუფრთხილდეთ და უნდა შეიძლება ჩვენ ხშირად არ ვლაპარაკობთ სიყვარულზე, მაგრამ მთავარი ქრისტიანობაში სიყვარული. პავლე მოციქულს პირდაპირ უწერია რომ ეს სიყვარული თუ არ მაქვს არაფერი არ აზრი არ აქვს. ანუ და ნათქვამია რომ ღმერთი თვითონ ღმერთი არის სიყვარული. და ახლა აბა ჯვარი რა არის თქვათ, რატო არის ეს ახლა აი ჯვარი რო ავიღოთ ჩვენ, ხო, ჯვარი. ახლა ჯვარი შეიძლება ცოტა ამ თემას ვცდებით, მაგრამ მინდა რომ ეს უმთავრესი რო თქვა. მე მგონი პირიქით უახლოვდებით ახლა ჯვარზე ვლაპარაკობთ. კი ბატონო, ესე იგი აი წარმოგიდგენთ რას ნიშნავს ჯვარი და ჯვარზე გაკვრა ადამიანის. ეს არის რომის იმპერიის ყველაზე საშინელი დასჯარი. საშინელი და სამარცხვინო. იმპერია ამბობს რომ და ვისჯიდნენ მონებს, რომლებიც თქვათ ან დააშავეს, გაიქცენ რაღაცა, ხო? ანუ ის ეუბნება, ყველას ეუბნება. თან ეს არის, ესე იგი ადამიანს რომ გამოაკრავენ ჯვარზე, ეს არის როგორც აი ბილბორდია რა, რომ ყველამ ნახეთ. აი რა მოუვა იმას, ვინც ასე ვთქვათ, იმპერიის წინააღმდეგ წავა. და ზემოთ აწერია კიდევაც ეს. ესე იგი რამდენიმე დღე ადამიანი იტანჯება, ვერაფერს ვერ აკეთებს, ჩიტები თვალებს უკორტნიან, ნუ ამ საშინელება სრულიად შიშველი. დამცირებაც არის და ტანჯვაც და ყველაფერი, ხო? და სისუსტის ნიშანი, აი მე ვარ ძლიერი. და აი ეს ეს ურჩი არის ეს ეს მოგივა, შენც იქ მოგივა, თუ გაბედო. და აი რა ქრისტიანობა მე მთლიანად შემოატრიალა და აღმოჩნდა რომ აი ეს არის სწორედ ძალა, ხო? იმიტომ რომ თვითონ ის ღმერთი რომელიც ყველაფერი შექმნა, ნებით ავიდა ეს. მაგრამ რატო არის საჭირო ეს ტანჯვა და ეს ნუ თუ ღმერთს ისე არ შეუძლია რომ გაცხოვნოს და ეს სიყვარული ამ ხელა რაღაც, მაგრამ აი არის ეს რაღაცა კანონია ესა, რომ აი იცით როგორ ამბობთ, აი სასუფეველში არის სიყვარული ტანჯვის გარეშე. ესმის?
მაგრამ აი ამას სოფელში რომელიც არის შემოსულია ცოდვა ესეთი რაღაცა შეუძლებელია აი როგორც აი მე ხა ჩემი პირველი განათლებით ფიზიკოსია როგორც აი რომ გარდატყდება ხო სინათლე რომ თქვათ წყალში რო ჩადის ის გარდატყდება ის სხვა მიმართულებით მიდის შეიცვლის ფერსად შეიცვლის აი ისევე რომ სიყვარული გარდატყდება ამ სოფელში ჯვარი ჩდება ტანჯვა ჩდება ხო უნდა გავიაროთ ჩვენ ეს ტანჯვა ხო თუ ესე იგი ჭეშმარიტი სიყვარულს თან ახლავს ეს ტანჯვა ხო იგივე პავლე მოციქულით ამბობს რომ ის ერთის მხრივ კი იყო იქ მეშვიდე ცაზე და საოცარი რაღაც გაიგო მაგრამ ამავე დროს მთელი ცხოვრება რაღაცა მას ტანჯავდა ჩვენ ზუსტად არ ვიცით რას ხო და ნებისმიერი მოწამე მოსაგრე ნებისმიერი ქრისტესთან ერთად ჯვარს ეცმის ხო ანუ აი ეს ჯვარი და მოყვასისთვის ასე თქვა თავდადება და წრწმენისთვის და ღმერთისთვის თავდადება ესეც სიყვარულის გამომია რომ ნებისმიერი ტანჯვა არის თქვა სიყვარულის ის მაგრამ აი ჭეშმარიტი სიყვარული აი პირველი ეკლესია ხო სიხარულის მეტი რა იყო მაგრამ შემოდის იქ ცოდვა ხო და პირველი მოწამე რჩება ხო სტეფანე პირველი მოწამე ანუ სტეფანე კი არ არის ცოდვილი მაგრამ არ გამოდის სხვანაირად რა ესმის აი არ გამოდის სხვანაირად და ქრისტიანი ასე ვთქვათ ძალიან რთული გასაგებია მით უმეტეს ახალგაზრდისთვის როდესაც ეუბნები რომ სხვანაირად არ გამოდის მაგრამ არ გამოდის ისეთ რაღაცა იცით ჩვენ საერთოდ აი მე მაქვს ხოლმე დებატები ათეისტებთან ერთ-ერთი მთავარი არის რომ ერთი თუ როგორ შეიძლება რომ იყოს ყოვლად ძლიერი ყოვლის მცოდნე და ამავე დროს დაუშვას ამდენი უბედურება. ხო და ჯერ ერთ-ერთი რაც ქრისტიანს აქვს რომ ჩვენ ღმერთის გვწამს, მაგრამ მე ღმერთი არა ვარ, მე არ ვიცი ყველაფერზე პასუხი კი არა მაქვს, მე კი არ ვიცი ესა, მაგრამ მეორეა რომ რა ვიცი როგორც ესე თქვათ როგორც შვილს როდესაც ზრდი ყველაფერს თუ უსრულებ ყველა სურვილს თუ უსრულებ და ცივნიავს არ აკარებ, ესეც ხო არ ვარგა, ეს ჩვენ ხო ვიცით რა. და ხო შეიძლება რომ ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ რა. ხო. ისევე არის ჩვენ უნდა ესე შევხედოთ, რომ ჩვენ ვართ შვილები ღმერთის და მან უკეთ იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი. მოდი მაშინ ესე დავასრულოთ ასე ვთქვათ ჩვენი დღევანდელი საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი თემა დაგჭა გასახილველი და სათქმელი, მაგრამ დიდ მადლობას გეუბნები თემისთვის, რომ კიდევ დაგვიტმეთ, რომ იმედია მადლობა შევხვდებით კიდევ უკვე გაფართოებულ მასშტაბში ჩვენს ასე ვთქვათ აუდიტორიასთან და იქ უფრო მეტი ინტერაქცია იქნება და შეკითხვებზე შეძლოთ პასუხების გაცემას. დიდი მადლობა დღევანდელი დღესთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის.